სალამი მეგობრებო, მივდივართ ისევ გერმანიაში. სხვაობა ის არის, რომ ჯერ ქორწილში ვიყავით. მოვედით, ახლა მივდივართ, რომ გავხდით გერმანიაში, ისევ ბუდუსთან მივდივართ, ისევ ჰაიდენჰაიმში. პლუს ამას კროკოვეც, რომელიც სპონსორი არის ჰაიდენჰაიმში, ჩამოყავს 60-მდე გულშემატკივარი. მოკლედ ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ და მგონი უნდა გამოვუყვეთ და არხიც გამოიწევთ. 2 წლის მერე ფრენის იდეაზე ზოგადად რას მინდა ცხოვრებისეულ. ცაცდათავარ მე პახმელიაზე ვარ. და მინდა რომ ჩვენი ფრენის შევსვა. Καλბატონებო. თვითფრინავის მგზავრებო. მშვიდობით გვეფრინავთ ყველას და მშვიდობით ჩავსულიყავით. ავიტაცოთ. ერთი ცხოვარ ქოთქო, ვინც აფრინდება, ჩამოფრინდება. გამოფრენილა, კეთილით გამოუხედია საქართველოსთვის ყველას გაუმაჯოს. შემოგევლეთ რას. განსხვავებული თვარდაილია, მე ისე ვერ ჩავალ გერმანიაში. კონტია. მარტივეს, როგორც კი ბუდუს ვახსენებ, იხსნება კარები, პასპორტ კონტროლს გავდივარ მარტივად. საითალის. ასამი არის. იქით. აქრო ავღანეთიდან ფრენები დაემატება. ავღანეთიდან პირდაპირია, ხო? ავღანეთიდან პირდაპირ დაემატება, სომალიდან პირდაპირ დაემატება. სავარაუდოდ აეროპორტის დამატება მოგვიწევს. აფრიკაში აპირებ მანდ. ავღანეთში. თაფლობისთვის. შენ და დია მიდიხართ ავღანეთში. არის ისე. კაბულში. კაბულში კი. სავარაუდოდ რა წახვალ რო გაიქებს. ან წავალ და ვერ ჩამოვა. ისეთი დაუჩა ფრენამდე და არა ხოძე ვარ. просто იქ გამოდიოდით, ამომიგდა, რაც ჩამიდხეს, ყველაფერი ამომიგდო, იმენ აწრიპინდეს. წონა დაამატებინეს ეს. დამატებით წონის აღება მომიწია, იმდენი მაგნაჭა. ჩამოვედით მეგობრებო, სადაც გავივლით კიდევ ერთ კონტროლს, შემდეგ მანქანას ავიყვანთ და დავიძრებით სასტუმროს მიმართულებით, სადაც ცოტა ხანი მინიმუმ დავისვენებთ და შემდეგ ალბათ ქალაქს დავათვალიერებთ. მუნხენში ვართ უკვე მეგობრებო, სასტუმროში ვერ შევდივართ 3 საათამდე. არაო შანსი არ არისო, 3 საათამდე რა უნდა ვაკეთოთ, გავალთ მარია პლაცზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კულტურულად და ტურისტულად დატვირთული ადგილი. დაგათვალიერებინებთ და მე უკვე სასტუმროში დავუბრუნდებით, დავისვენებთ. აქვე მეგობრებო, გერმანული ველოსიპედები ვისაც გინდათ, შემეხმიანეთ. შემდეგ ჩამოსვლაზე რაღაც რაოდენობას ჩამოვიტან. და მასობაში რომ გაცილებით დიდია წინა ოთახთან შედარებით, სადაც ულში შემოდით. პანჯარა გვაქვს. იქით ხარეს მევწები ისევ. მე მაინც უნდა შემომიწოდა. საინტერესო ფაქტორიც არის ის გერმანიაში და ბევრი ევროპის ქვეყნებში პანჯრები არ იღება მაგალითად ბოლომდე, იმიტომ რომ სასტუმროები განსაკუთრებით თავს იზღობენ იმისგან რომ ვინმე არ გადახდეს. ამიტომ სულ მაქსიმუმ აი ამაზე გადმოაღებ პანჯრას. ამის იქით პანჯრას ვერ გააღებ. აილარი ორმაცი შევინახე. და გიხა რო აგიხსნათ რა ხდება. ეს სასტუმროში შევსულიყავით 3 საათზე, მაგრამ ისე დავაღე ყველაფერი, ადრე შეგვიშვეს. შესაბამისად, ჩევერით სასტუმროში ცოტა მოწესრიგდით და ზემოვედით. მე 2 წამი თავი დავდოთო ვიფიქრეთ ბალიცზე და გამოვიდე სადღაც 4 საათის ძილი. ეხლა გავდივართ სასტუმროდან და მივდივართ მარია პლაცის მოედანზე და მოკლედ განახეთ საინტერესო რაღაცებს. ხო, არხი გამოიწერეთაც თავარია, იმიტომ რომ გამოსი ვიდეოები ძალიან ბევრი დაიდება წესით. თავში ვისაც გერმანული ველოსიპედები და სკროლები გინდათ, შემეხმიანეთ, ნაწყენს არ დაგტოვებთ. მოვედით მარია პლაცის მოედანზე
და გადათვალიერებდი. ძალიან განადგურებულები ვარ. შაბათს ჭიკაძეს გავუთენე, მე ქუთაისში წავედ, მე ქორწილში, მე გერმანიაში ჩამოვედ. 3-4 საათი გვეძინებ რაღაც და ფეხზე ვიყავარ მე პირადად და სხვაებიც სახეზე რომ ვაკვირდები ადეკვატურობას გარკავენ ნელ-ნელა. მეშვიდე რატო ჩამოვიდეთ ასე ახლოს რატო დედა რატო მეშვიდე რატო ჩამოვიდეთ გერმანიაში რომ მოგვიყვება მოკლედ ამჯერად მიუხედავად ვართ ჰაიდენჰაიმის კლუბს აქვს გადამწყვეტი მატჩი თან და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართველების გულშემატკივრობა 2 მაისს 60 ქართველი გულშემატკივარი იქნება ჰაიდენჰაიმში მუქის მხარდასაჭერად და ვეცდებით რომ ძალიან კარგი გარემო შევიდეთ რაც შეგვეხმაროთ ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოვიდეთ თქვენ ახლა ადრე ისევ რომ კარგი და ლამაზი ვიდეოსთვის შესამზადებელი რაღაცები გავაკეთოთ. დიდი მადლობა. მადლობა. ეს დამჩა ბოლო ზომები 41. შეიძლება ცოტა ზევით. უკან? ცოტა კიდე? ცოტა ხაციე? ეგარი. ნუ ეგარ არის, მანა არა უშავს. მოკლედ ტრადიციული გერმანული კერძების დაგემოვნების დრო დადგა ყველა ჩამოსვლაზე ერთი დღე გვაქვს ეგეთი რომ აი რა შეიძლება მეტი გერმანული კერძები ჩამოდდა. განახებთ ხა ლოკაციას. განახებთ რაც შევჭამთ და ამით სავარაუდოდ დღევანდელი დღე დამთავრდება. მეორე დღე მშვიდობისა მეგობრებო. შეიძლება ითქვას რომ ჩვენი საქმე ახლა იწყება. მივდივართ ჰაიდენჰაიმში მიუნხენიდან, რომელიც დაახლოებით 2 საათი ნახევრის გზაზე არის, არც კი. უნდა დღეს უნდა ჩავწეროთ ჰაიდენჰაიმის საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელი და ალბათ დღეს მეტი ისეთი არაფერი არ ხდება, თუმცა ყველაფერსაც განახებთ. მოკლედ კაი დღე უნდა იყოს, პლუს ახლა განახებთ რა მანქანით ვართ. ბარემ წინა ვიდეოდა გამომდინარე, ეხლაც რო იცოდეთ რითი მოძრაობთ. გერმანისთვის უჩვეულო ამინდები დაგვიმთხვა, საკმაოდ მზიანი. და არ ველოდით. თავარი რა უნდა გითხრათ. ვიდეოს დასაწყისში ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ კომპანია კროკობეც ჩამოყავს 60 ქართველი ბურუზივზივაძის საქომაგოდ, რომელიც ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის. შესაბამისად, თლიანად ეს ვიდეო დაახლოებით ალბათ მაგ ამბავზე აეწყობა საქართველოს დროშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Match day-ს გვექნება, რა თქმა უნდა, ბოხუმთან თამაშის, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანი არის და შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს ამ კონკრეტულ ვითარებაში. მოკლედ საინტერესო ვლოგი უნდა გამოვიდეს, არხი უნდა გამოიწეროთ. აუცილებლად. და დანარჩენს რავი ვეცდები მაქსიმალურად დაგანახოთ ის ყველაფერი, რაც რეალურად კადრს მიღმა ხდება სადაღებების და მოგზაურობის დროს. ნელ-ნელა პარკინგსაც მოვუახლოვდით, სადაც აყენია ჩემი მანქანა. საკმაოდ კომფორტული, საკმაოდ ტევატი. მე ძალიან მომეწონა სატარებლად, სუბუქი სატარებელი არის. ახლა განახეთ. ვინც მიცნობს და ჩემთან მეგობრობს კი გეცოდინებათ, რომ ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომაც ეს მანქანა არ არის ძალიან კაია კივიული დიამით. რეალურად ჩვენი მანქანა არის. ხავე განახებთ ჩვენი მანქანა Volkswagen.
მულტივანი თუ რაღაც არ ვიცი და მოდელია ხო ალბათ ვინც გერმანიაში ხართ და კონკრეტულად მიუნხენში და სურთ ესე ჰაიდენჰაიმი ულმი სხვადასხვა ქალაქები რავი თბილისი ხობი ამ მიმართულებით სენაკი შევსებაზე ვარ ძირითადად რა შევსებით დავალთ 2-3 დღეში არ შევსებით გადაჭრება მოგიწევთ მეგობრებო ფასით საკმაოდ ადამიანური ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და ამოანათებს ჩემი ნომერი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პლუს მანამდე არხი გამოიწერეთ კომფორტული მინივენი ექსკურსიები და ასე შემდეგ რამე თუ დაგჭირდათ აგერ ვარ 5 მაისამდე მე გამბრუნდები როგორც სახალხო არტისტი და მოწვეული გამოჩენილი წამყვანი დღეს ვემზადები რომ 1-2 სიტყვით ჩავწეროთ ჩვენი მომავალი ვიდეოს შესავალი პლუს ჰაიდენჰაიმში მივდივართ და თან მაგას წარმოადგენენ უნდა დავწერო და ეხლა რაღაც ტექსტს წერო და ადეკვატურად ვილაპარაკო მაგრამ მაინც იმპროვიზაციით როგორც პროფესიონალი როგორც პროფესიონალი ისე მეც მოგატყვევ კი მე დაბადებული ვარ არტისტად ეს ჩემი არის შინაგანი ბუნება ეს რაღაც ხო ხტები მე არ შემიძლია სხვანაირად არტი თვითონ ჩემი ცხოვრება დღეს ნუ ერთი ჰაიდენჰაიმში დავალთ მართლა ჩავწერთ იმათ წარმომადგენელს მე მიმოვივლით მიუნხენს რაღაც კადრებს ავიღებთ დავათვალიერებთ რაღაც ადგილებს შევარჩევთ შემდეგი გადაღებებისთვის და პატარა ვლოგის მონაკვეთებსაც შემოგთავაზებთ გონი საინტერესო იქნება თქვენ გამოიწეროთ არხი აბა რა საკეთებთ არ ვიცი ხო მართლა არ ვიცი რა შვებით საერთოდ ანუ როგორ ცხოვრობთ ამ არხის გარეშე რა აზრი აქვს თქვენ ცხოვრებას ისე გაივლის რომ ვერც მიხვდებით თუ ეს არხი არ გექნებათ გამოწარილი მე თავიდან როცა დავიბადე და ამ არხს არაფერი არ ვიცოდი ძალიან რაღაც ერთფეროვანი იყო ჩემი ცხოვრება მე ვიპოვე უცბად გილულა და ყველაფერი თითქოს ერთი წამით შეიცვალა ყველაფერი რაღაცნაირად ნათელი გახდა ყველაფერს აზრი მიეცა და აქ ვიპოვე ჩემი მიზანი რომ ისეთი წარმატებული გამხდარიყავი როგორიც გოგა ამოვედით მოკლედ ჰაიდენჰაიმში ისე ლოკაციები უნდა ნახოთ სად გადავიღებთ რაღაცებს და გათვალიერებინებთ ყველაფერს კარგია სას გამომწერზე გადაული 4 ეს მეგობრებო არ დაგეზაროთ გამოიწერეთ ახლა საკმაოდ დატვირთული იყო. ეხლა ავდივარ ნომერში, მოდი 6 საათზე ქართველებს ვეღოდებით და აეროპორტში უნდა ვიყოთ, ამიტომ წავედი. დილამშვიდობისა ყველა. დღემესამე დილამშვიდობისა. ვიდივართ აეროპორტში, სადაც 60 ქართველი ჩამოვა, ძალიან სად მიდიხარ. 60 ქართველი ჩამოვა, ამ ადამიანებს უნდა დავუდგეთ ხარ და დავაბინავთ რა. ხვდებით ჩვენო საქმე არ გეთდება. მოკლედ მიუნხენის აეროპორტში მივდივარ და რაოდენობით ცოტნე ჩვენ შენთან მოვდივართ მეგობარო. დაგაბინავთ. დაგასაქმეთ მოგხედავთ სემო. დაგაპურეთ და რავი ქარხანაში როგორ შევთანხმდით. საათში 7-ი. აი ცუდი. დღეს კიდევ უფრო ახლოს მიუნხენი და ნენელა გადმოჭდები ამაზე აუცილებლად. ამა ჩემ მაიცის ხოლმე დილით რო იღვიძებს, ანუ გასვლა რო უწევს მანქანით, 1.5 საათი ახურებს ხოლმე ძრავს, ხო და მეც ოჯახის ტრადიციას ვაგრძელებ, ველოდები როდის გახურდება და წავალთ აეროპორტისკენ.
უღრმესი მადლობა თქვენს კომპანიას, თქვენს ჯგუფს, რომელმაც დაგეგმეთ ეს გადასარევი ღონისძიება, რასაც თქვი ამდენი ქართველის ჩამოყვანა ამ თამაშის გულისთვის და ბუდუჟგოჩი დგომა გამოიხატება ამ თქვენი მოქმედებით და ძალიან უღრმესი მადლობა. რაც შეეხება ამ მატჩის, შედეგს, რა ვიცი, ყველა ჩამოვედით იმისათვის, რომ რა თქმა უნდა ძალიან ჭირდება გუნდს ეს გამარჯვება, დიდ შანსს აძლევს ბუნდესლიგაში დარჩენისათვის და იმედია ხვალ მოგებით და ზეიმით დასრულდება. ჰაიმში მივდივარ, აქ ბუნდუს გადამწყვეტი თამაში. რა ინფორმაციაცაც ვფლობ, დაახლოებით 60 წუთიდან დავხილობ მოედანზე. და ვნახოთ. იმედია რომ გოლსაც გაიტანს და იმედია რომ მინიმუმ გოლს წამოვიდა. დაშალა მანქანა. არ მივდივართ ბუნდუსთვის. დღეს არის გოგეს დაბადების დღე და გოგეს დაბადების დღეს აღნიშნავთ ჰაიდენ ჰაიმში გულაობით. 60 ქართველი, ხო? 60 ქართველი ჩამოვიყვანეთ გოგესთან საგულო. ბუნდუს გამო კი არა და გოგას გამო. Over me, catch out when Daniel Nelakeba. Sagira David Thomas so sweet. Cause she had a pretty dance, so deep, baby, we never see stepping up, but Magalita sees levity. Maximum metro man is all again. She ran the guy, Saure Kalako. ესენ საქართველოში. ტროხა აპროფი. ჟირაფშოს და სიცნობ კატალა. საზომი იყოს იმაღლა შეგეძლო გაგეზომა და. ყოველთვის რამდენიდან იყებენ ჟირაფები. აქო დავუჩი. 84 თუ დამიტოვებენ 2000 გაუნწერზე ცალხელა ჟირაფებთან დარჩება ერთი ღამე, ხო? თუ დამიტოვებენ სიამოვნებით. შეიძლება წლებიც დარჩეს, მაგრამ ერთი ღამე. სულია სამუშაო ვიზა სჭირდება და რაღაცეები. მე აქ ვიყავი არა ლეგალად. მაგრად იწვალე ჟირაფებმა შეჩემა ერთი 2 წელი ტრაილერზე და მე რა ნერნელა რაღაცა. ჩემი ბრატი იყო აქ და პოლონეთის ვიზით ყოფილი. ჩემსა კაი პირობაში ცხოვრობენ აგინდა. აგესაჭმენიც არის რაღაცა. ეს ხრუშოვკა არ არის, ხო, აშკარა? არა, ეს ლოჯია გადაკეთებული. ოროთახიანი ეს სამად გადაკეთებული. გოგა სად მივდივართ? აქეთ არ არის ძმა. აი, ეს არის ტერარიუმი გოგა. ტერარიუმ შევიდეთ, დავათვალიეროთ, თქვენ წარმოვიდგინეთ. თქვენ გამოშევდიო, რო იცი. ძალიან უყურესთ ეს. ასიანი ყოფილი. ამო გოგა. გოგა როგორია? ბიჭო, აი მართლა ძალიან მეშინია ბავშვები. მაიმუნებია. ბიჭო, არაფერი არა, აი. სრულად სარიელია. რაღაც ეგეთი ეფექტი ქონდა და უნდა გამოხტალო. არაფერი არ გამოხდება, მოდი, აი. მოდი. დაი არის წელი. სადა? ეს ეგ იზი რა, ამას შევჭამ. არის სადღაც დაახლოებით. თორეში შეიძლება 1200 ევრო. არის საძინებელი სივრცე. აი აქ. აგერ სივრცე არის, სამზარეულო არის. სამზარეულო აგერ არის. და ნუ დიასახლისთან ერთად, დიასახლისო ანახო. დიასახლისი აგერ მოყვება. და თვეში 1200 ევრო სტუდენტ გოგონებზე არის ეს გათვლილი და შეგიძლიათ. გოგა ცხოვრობდა რაღაც პერიოდი. სტუდენტ გოგონად. სტუდენტ გოგონად ცხოვრობდა აქ ზუსტად. გოლები არ არის მეგობრებო, თორე ვაპირებდი რომ აი დღეს სადმე გველს როგორ მოვი ამ ხელა ზოოპარკში. ვერი ყოვით, ფიზიკურად აღარ არის. გადაშენდნენ. მუშაობენ. გვიანობამდე.
გოგა. ნახე რა საყვარელია ეს. გოგა. გოგა. არა, უნდა გიქნას რა, თავისთვისაც. შენ გიყურებს გონი. აი, გავიგე, ხალხი, რომელთან წავიდე და წავიდე. ერთთან წავიდე, სადღაც წავიდე. ცოტა რომ ვილაპარაკოთ, ჰაიდენჰაიმში ვარ, სასტუმროში, ერთადერთ სასტუმროში, ალბათ ამ ქალაქში. რაღაც ლოკაციები მოკლედ გავამზადეთ, ხა მოვლენ გულშემატკივრები, რომლებიც როკობეთის სპორტული ტურის ფარგლებში ჩამოვიდნენ. სტადიონისკენ მსვლელობა არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე მოკლედ პატარა სუფრა არის გაშლილი, შეიძლება ითქვას და დავილოცებით აქ ხალხი რაღაც ბუდუს გოლს ან რაღაცას ეგეც დაულოცავთ, მე უეჭველი გაიტანს და მე წავალთ უკვე მსვლელობით სტადიონის მიმართულებით, რასაც აუცილებლად განახი. ჰაიდენჰაიმის შემადგენლები არიან, მეგობრებო, ემზადებიან მატჩისთვის. ერთი თხოვნა მაქვს კიდე, თუ გამოგვივა, გამოგვივა. არაჩე მარიო ხო ყველას გვითამაშია. ეგ თაობა ვარ რა. მარიოს სიმღერა გახსოვთ? ბუდუ ბუდუ ბუდუ. ბუდუ ბუდუ ბუდუ. ვედი აკვები. ბუდუ ბუდუ ბუდუ. ბუდუ ბუდუ ბუდუ. ბუდუ ბუდუ ბუდუ. აფხაზეთი საქართველოა. რაც შეეხება არის ხნეთ, არის გახარებული, რა თქმა უნდა, თქვენი ყველა ჩამოსვლით და სტუმრობით და ვიტყვი ჩემს სიტყვას მოედანზეო და ნახოთ აბა რა გამოვა და ჩვენც რა თქმა უნდა უსურვოთ რომ ეს დღევანდელი დღეს ლამაზად და გამარჯვებით დასრულდეს. სტადიონზე შევდივარ მეგობრებო და განახებ უამრავ ქართველს ახლა ამ წამსვე. იკრიბებიან ქართველი გულშემატკივრები და სასწაული უნდა მოხდეს წესი. ხედავთ ქართველების სექტორს, სადაც ძალიან მალე ცეცხლი დაინთება, ბუდუს გამოჩენას ემოდება თითოეული ქართველი მოედანზე. მალე დაიწყება შეხვედრა ქართველებსაც კიდევ ერთხელ განახებ და ნუ არაერთხელ ჩემს უკან კი ხედავთ ემზადებიან ბავშვები აბადების დღეც მანდა ძალიან კარგად მიდის ყველაფერი.
ჩვენ თამაში გამოვიდა, რასაც ველოდებოდით, იმიტომ რომ ორივე გუნდი გადარჩენის უსიძვის. ისინი ჩვენზე ცუდ მდგომარეობაშია, ბოლო ადგილზე არიან და ყველა ეპიზოდში იბრძოდნენ, ძალიან ხეშ თამაშიც გამოვიდა. 0-0 მოჩა, თუმცა მიუხედავად ამისა არ იყო მოსაწყენი თამაში, იყო ძალიან ბევრი მომენტი, რაც ვერ გამოიყენა ერთ-ერთმა გუნდმა და საბოლოოდ 0-0 დამთავრდა და ჩემი გუნდი და მე რა თქმა უნდა გავაგზავნებთ დარჩენილ ორ თამაშით ბრძოლას. მოედანიდან ვეცდები რომ გადაგიხადოთ ყოველთვის ფინალზე. ბუდუ! ბოლო დღე მშვიდობისა გერმანიიდან მიუნხენში ვართ, კიდევ მოკლედ დაუბრუნდით ჰაიდენჰაიმიდან, სადაც ბუდუ ზივზივაძებს ქომაგობდით, თუმცა ნუ მისმა გუნდმა ვერ მოიგო, მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ არაფერი დასრულებული არ არის, ძალიან დიდი შანსები არის, რომ მინიმუმ პლეი-ოფი ითამაშოს ჰაიდენჰაიმი. მე კვლავ მარიე პლაცზე ვარ, სადაც შაბათი არის აქ და უამრავი ადამიანი არის გარეთ გამოსული. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ საერთო ჯამში მიზანი რაც იყო, რომ გარედან მეჩვენებინა ყველაფერი რაც ამ ტურის პარკლებში გაკეთდა, გონია რომ გამომივიდა და გავაკეთეთ. შეიძლება მეტი ჩართულობა კაი იქნებოდა, თუმცა რაღაცები ისე არ ლაგდება ხოლმე, როგორც გვინდა რა, რაღაც ვალდებულებები ჩვენს გვაკისრია და შესაბამისად, ახეთ რა კარგად უკრავს. შესაბამისად ვეცადე რომ გარედან ყველაფერი გვეჩვენებინათ, რას ვაკეთებდით, როგორ ვაკეთებდით, ქართველების ქომაგობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა ალბათ რამე გერმანულ კერძსაც მოვძებნი, დავსხდებით, მე და ჩემი მეგობრები, შევჭამთ და მე ამ ვლოგსაც ამით დავასრულებთ სავარაუდოდ. ცენტრალური ნაწილი არის ეს, სადაც რომელიც უკვე გაჩვენეთ რომ ჩამოვედით, მაშინ თუმცა ნახეთ დღეს შაბათ-კვირის მადლით რამდენი ტურისტული თუ ადგილობრივი არის გამოსული. მოკლედ ეს არის ძირითადი ლოკაცია, არის ვის ჩამოხვალთ მიუნხენში, შეგიძლიათ გვერდზე ყვავილები იყიდოთ, უცებ მე ჰოთ-დოგი გადაიფთხათ პირდაპირ მშრომლობით და შემდეგ უკვე მარია პლაცი აქვე გაათვალიეროთ ყველაფერი. ბაიერნის ოფიციალურ ჰანშოპს განახეთ, ეხლა შეგენჩას დაგათვალიერებინებთ, გადაღება აკრძალული არის, მაგრამ ვეცდები განახოთ რაღაც კადრები და კონკრეტული ფეხბურთელების მაისურები და ასე შემდეგ. დავდივარ და ვეძებ ამ ლოკაციებს, მაგრამ რადგან დასვენების დღე არის, ნუ შაბათ-კვირას ისვენებენ, არაერთხელ მაქვს ნათქვა მინდა ისე რაც გეცოდინებოდა. ყველა ლოკაცია თითქმის გადაჭედილია და დიდი რიგები არის. ხოდა ეხლა ვეძებ ტრადიციულ გერმანულ კერძებს, ნუ კანჭ და რაღაცებს აღარ ვეძებ. განახეთ რას ვეძებთ რა. ასე ჩამოვედით, მაგის მერე ვეძებ და ვებჭამ. ვიპოვე მოკლედ. ეს არის რასაც რას ჩამოვედი, მაგის მერე ვეძებ და ვიპოვე. ძალიან კაია. შემიძლია ყოველდღე ვჭამო, მართლა. ეს და დონერი. ნუ სხვა კერძებიც კაია, მაგრამ ესე აქტიურად შემიძლია ვჭამო. გერმანული ვოიაჟი ამით დასრულებული არის. როგორი სპორტული ტური 60 ქართველი ჰაიდენჰაიმში ბუდუს აკომაგოთ შედგა. მაქსიმალურად ვეცადე რომ ყველაფერი კადრს მიღმა, რაც შეიძლება ყოფილიყო აღმებიჭდა და მიმგონია რომ ეგ მისია და თან დახეცუყურად ეგ მისია შევასრულე, გავაკეთე ყველაფერი. ამიტომ
თავიდანვე ვისაც გეგონათ რომ რაღაც ბუდუსთან ინტერვიუებს წერდი და მამამისთან ინტერვიუებს წერდი, ეგრე არ არის, ეგ თავიდანვე ესე ვთქვი. შესაბამისად, წინა ვიდეო რაღაც გარკვეული ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და ითქვა რომ რაღაც ბუდუს ველოდი და რაღაცა. თავიდანვე ვთქვი მან ვიდეოში რომ კადრს მიღმა რაც ხდება, ყველაფერს განახებდი და ზუსტად ეგ ვიდეო იყო ეგ. შესაბამისად, თავიდანვე ახაც ვთქვი და იგივეს ვიმეორებ რომ ზუსტად ეგ ვიდეო იქნება ესეც. 60 ქართველი ჰაიდენჰაიმში და რა ხდებოდა მიმდინარეობისას პროცესის ეს ამ ყველაფერს გაჩვენებ რა მოკლედ. არ ვიცი აწირა როგორ იქნება და რანაირად არ ამგონია კიდე მოგვიწიოს ჩამოსვლა. შესაბამისად, კონტენტის უმეტესი ნაწილი უკვე საქართველოსდან გაკეთდება და ნუ რაღაც გასვლები რა თქმა უნდა გვექნება. მეტი мотиваციისთვის თქვენი მხრიდან მხარდაჭერა იქნება თუ არხს გამოიწერთ ან გააზიარებთ ვიდეოს ან რა ვიცი რაღაც დახმარებას გაგვიწევთ. შევხვდებით ძალიან მალე შემდეგ ვიდეოში.